და ისევ საქართველოს მერია მარშალ გელოვანისა და სამტრედიის ქუჩების დამაკავშირებელი ხიდის პროექტის გაჩერებას აპროტესტებს. მერიის გაუგებარი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ პროექტის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი. ადგილზე დღეს ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატიც იმყოფებოდა. ნიკარმელია პროექტის მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც უდად დაწყებული იყო ამის განხორციელება, რომელიც ორ სანაპიროს დააკავშირებდა ხიდით და ყველაზე მძიმე სატრანსპორტო კვანძი განიმუხტებოდა საცობისაგან. თქვენ ხედავთ, რა დღეშია ქალაქის ეს მონაკვეთი, განიმუხტებოდა სრულიად მარშალ გელოვანის გამზირი, წერეთლის გამზირი და ქუთაისის ქუჩა. ძალიან სამწუხაროა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეალურად არის ჩართული პოლიტიკური მკლავობის, ასე ვთქვათ, მორევში. ერთ-ერთი მიზეზი დარჩა ამ პროექტის განხორციელების ის, რომ დიზაინის გამო ხიდში შესაძლებელი იყო გადახდილი იყო იმაზე მეტი თანხა, ვიდრე თქვა შესაძლებელი იყო, მაგრამ ამასთან დაკავშირებით თბილისის მერის პოზიცია ძალიან მარტივი. ან ჩვენთვის ხიდის დიზაინი გადამწყვეტი მნიშვნელობის არ არის. შეიძლება ნებისმიერი დიზაინის შემუშავება და ამ კუთხით თბილისის მერს ზათ იყო, რომ თვითონაც გაეღო გარკვეული თანხები იმისათვის, რომ მოხდებილიყო დიზაინის გადაპროექტირება, ისე რომ უფრო მეტად გაიაფებულიყო პროექტი და მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც თქვენ ხედავთ, რომ არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა იმ მიმართულებით, რომ აღნიშნულ პროექტს დაწყებულიყო.